ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების ძალებმა ანტანტის ძალებს აფინანსებდნენ ბანკირები და ასე ვთქვათ, ეს ბუნებრივია, ყველა ომი ასე ფინანსდება და რატო ფინანსდება? იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური კონფლიქტის საჭიროებები ინგლისსა და საფრანგეთს აიძულებს, რომ დიდი ვალები აიღონ. როდესაც შესაბამისი ცენტრალური ადგილობრივი სავაჭრო ბანკები ვეღარ ახერხებენ ნაღდ ფულზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ისინი უკვე მიმართავენ ცოტა უფრო სხვა ხერხებს. მაგალითად, ძვირფასო მეგობრებო, როტშილდების ხელმძღვანელობით ინგლისის მთავრობამ უკვე მიმართა მორგანის სახლს, რათა ამ უკანასკნელს მათი ობლიგაციების გაყიდვის აგენტის ფუნქცია შეესრულებინა. ამ გზით მოზიდული თანხების უდიდესი ნაწილი შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა მორგანის ჰოლდინგური კომპანიებისგან ან მორგანის ბანკის ორბიტაში მყოფი ფირმებისგან, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის მეშვეობით. ფასების ხელოვნური ზრდა უკონტროლო რჩებოდა, რადგან პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციამ სწორედ მორგანის სახლი შეარჩია მოკავშირეებისთვის აშშ-ის შესყიდვების აგენტად. საკომისიო ირიცხებოდა ყველა ტრანზაქციაზე, როგორც ფულის სესხებისას, ისე მისი დახარჯვისას. ანუ საკომისიო ირიცხებოდა მორგანს ყველა მიმართულებიდან. იხილეთ აი ეს მეგობრებო წიგნი The House of Morgan, the American Banking Dynasty and the Rise of Modern Finance. ასეთი მომგებიანი შეთანხმების პირობებში მორგანი და მისი პარტნიორები სულაც არ იყვნენ დაინტერესებულნი საომარი მოქმედებების დასრულებით. ჩვენ წინა ვიდეოში ვიმსჯელეთ, რომ როგორ მიწერეს ელიტებმა ვუდრო ვილსონს, რომ გაწელეო როგორმე ომიო, იმიტომ რომ შემოსავალი მიზნით ხალხო, ვინ გააჩერებს ამ ომს, კაცო? ომი არის შემოსავლის ფანტასტიკური წყარო. 1915 წელს ტომას ლამონტმა, მორგანი და კომპანიის პარტნიორმა ფილადელფიაში, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ამერიკულ აკადემიაში შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა. მოდით მოусმინოთ, როგორ აზროვნებენ ბანკირები. ჩვენ მოვალე ქვეყნიდან კრედიტორად ვიქცევით. ჩვენ ვაგროვებთ უზარმაზარ საექსპორტო სავაჭრო ბალანსს. ჩვენი ბევრი მწარმოებელი და ვაჭარი საოცარ ბიზნესს აწარმოებენ ომთან დაკავშირებული საქონლით. სამხედრო შეკვეთები იმდენად დიდია, რომ და $100 მილიონ აღწევს, რომ მათი ეფექტი უკვე ზოგად ბიზნესზეც ვრცელდება. ანუ ბიზნესზეც კი ვრცელდებაო, ხალხო, ზოგად ბიზნესზე, არათუ სამხედრო იარაღის, უბრალოდ ყველაფერზე დამატებითი ეფექტები, ესეთი ასე ვთქვათ, გვერდითი ეფექტები აქვს დადებითიო. სავაჭრო და ფინანსური უპირატესობის საკითხი რამდენიმე ფაქტორმა უნდა განსაზღვროს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ომის ხანგრძლივობაა. დააკვირდით. თუ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება, ჩვენ სავარაუდოდ ვიხილავთ გერმანიას, რომლის საექსპორტო ვაჭრობა ახლა თითქმის მთლიანად შეწყვეტილია. როგორ დაბრუნდება იგი სწრაფ კონკურენცია, დაუბრუნდება სწრაფად მძაფრ კონკურენციას. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დამოკიდებულია ომის ხანგრძლივობაზე, არის ის, გავხდები თუ არა უცხოელი სახელმწიფოების გამსესხებლები მართლაც ფართო მასშტაბით, ანუ კრედიტორები გავხდები თუ არა, თუ ეხლავე მალევე დასრულდაო, კრედიტორები ვერ გავხდებითო, არ აწყობთ. გავხდები თუ არა ამ უცხოური მთავრობების გამსესხებლები მართლაც გრანდიოზული მასშტაბით. თუ ომი საკმარისად დიდ ხანს გაგრძელდება, რათა წაგვახალისოს ასეთი პოზიციის დასაკავებლად, მაშინ ჩვენ გარდაუვლად გავხდებით კრედიტორი მოვალე ერის ნაცვლად. და ასეთი განვითარება ადრე თუ გვიან ხელს შეუწყობს დოლარის და არა გირვანქა სტერლინგის საერთაშორისო საანგარიშწორებოდ საფუძვლად ქცევას. გასაგებია ხალხო. მორგანი როგორ აზროვნებენ ბანკირები? რომ თუ გავაგრძელებთო საკმარისად ხანგრძლივათო ომსო, მაშინო დოლარზე დამოკიდებულება გაიზრდება და ჩვენი შემოსავალიც გაიზრდებაო. კრედიტორები გავხდებითო. დებიტორების მაგივრათო. ფულის დინება დაიწყო 1915 წლის იანვარში, როდესაც მორგანის სახლმა ხელშეკრულება გააფორმა ბრიტანეთის არმიის, საბჭოსთან და საადმირალოსთან. თანამედროვე ომის ეპოქაში პირველი შესყიდვა უცნაურია, მაგრამ ეხებოდა ცხენებს და გადახდილმა თანხამ $12 მილიონ შეადგინა. ანუ ამას რატო წერთ? იმიტომ რომ ყველა გადარიცხვის დოკუმენტაცია გვაქვს. ვიცით რა ხდებოდა. ხვდებით რა შეასაქმე მეგობრო, წაიკითხეთ ეს შრომა. William Engels's Gods of Money, Wall Street and the Death of American Century. წინვალე წიგნი 2011 წელს საერთოდ William Engels-ის წიგნები ზოგადად წაიკითხეთ.
თუმცა ეს მხოლოდ პირველი წვეთი იყო ბანკირების ყულაბაში. მოკავშირეების თლიანმა შესყიდვებმა საბოლოო ასტრონომიულ ციფრს $3 მილიარდ მიაღწია 2015 წელს. 17 წელს, იმ წლებში. მორგანის ოფისი უოლ-სტრიტის 23 ნომერში გარშემორტყმული იყო ბროკერებით და მწარმოებლებით, რომლებიც გარიგების დადებას ცდილობდნენ. ყოველთვიურად ჯეკ მორგანი ხელმძღვანელობდა შესყიდვებს, რომლებიც უტოლდებოდა მთელი მსოფლიოს მთლიან ეროვნულ პროდუქტს სულ რაღაც ერთი თაობის წინ. ანუ ერთი თაობის წინ რამდენიც იყო მთლიანი მსოფლიოს შიდა პროდუქტი, იმდენი ქონდა მარტო მორგანს ეხლა. ხალხო, აი ამ ომის გახანგრძლივების გამო სპეციალურად გაწელეს ომი, აი ეს რომ მომხდარიყო. ხალხი დახოცეს იმის გამო, რომ ფული ეშოვათ, რაც უფრო ხანძლივად და მე ჰეგემონიას მიაღწია. ანუ დასუსტდა ბრიტანეთი, დაასუსტეს ბრიტანეთი ამით. და გაძლიერდა ამერიკის შეერთებული შტატები. აი ესე მოქმედებს მეგობრებო ელიტები. მე ხა ბრიტანეთს კიდე გაურიგდნენ და გააძლიერეს კაცო. მე კი უხდი და ბრიტანეთი ფულს ამას ვნახავთ, მაგრამ ბრიტანეთი მაინც დარჩა ძლიერი, იმიტომ რომ უზარმაზარი შემოსავალი მე გერმანიისგან აიღო რეპარაციების სახით. რეპარაციების სახით მისდიოდა. თუმცა ამერიკელებსაც უზარმაზარი ის მისდიოდა, იმიტომ რომ მორგან მე ვნახავთ რა გაუკეთეს გერმანიას. აი ასეთი ამბავია ძვირფასო მეგობრებო და იცოდეთ ეს ისტორია და ჩვენ ზრუნავთ თქვენს განათლებაზე. მადლობა. დროებით ვაგზელებთ მომავალში პირველი მსოფლიო ომის ისტორია არ დამთავრებულა.